რასაკვირველია, ყველა ჩვენგანი ამჯობინებს დაუყოვნებლივ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. პარალელურად კი ჩვენ გრძელვადიან მშვიდობაზე ვიმუშავებდით. თუმცა ასე არ ხდება. ფიქრობ, თავად პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შეუძლიათ ამაზე ერთმანეთში ისაუბრონ. იცით, იმ 6 ომში, რომლებიც ჩვენ დავასრულეთ, არ გქონია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასე რომ არ ვიცი, რამდენად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობის დამყარების პროცესში. ამის გაკეთება ომის დროსაც შეიძლება. მე ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან უჭერ მხარს. ეს დაუყოვნებლივ დაასრულებდა სისხლისღვრას. მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების დადება ძალიან რეალისტურია. ყველა იმ საომარ მოლაპარაკებაში, რომლებშიც ჩვენ ვიყავით ჩართულნი, მხოლოდ ეს დაგვრჩა მოსაგვარებელი. რა თქმა უნდა, ამ შენობას დავტოვებ თუ არა, შესაძლოა კიდევ ერთი ომი დაიწყოს. თუმცა იმასაც დავასრულებ. ჩვენ ფიქრობდით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ყველაზე მარტივი იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ეს კონფლიქტი საკმაოდ რთული და კომპლექსურია. შემდეგი ნაბიჯის სამმაგი შეხვედრის ჩანიშვნა იქნება, საიდანაც მე დიდებულ შედეგებს მოველი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.